დააკვირდით ამ გოგონას მარჯვენა ხელს, ეს საკმაოდ საინტერესო და იშვიათი შემთხვევაა და არ ვიცი თუ ვინმე მიცით, დაწერეთ კომენტარებში ეს რა არის, მე კი დეტალურად აგიხსნით, რისგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს მდგომარეობა. ამ მდგომარეობას ვენური მალფორმაცია ჰქვია და 10,000-დან ერთ ადამიანს ემართება. ეს მალფორმირებული ვენები კი ძირითადად მოთავსებულია კანის და კანქვეშა ქსოვილის დონეზე. ეს დაახლოებით იგივე პრინციპით ყალიბდება, რა პრინციპითაც ვარიკოზული ვენები ყალიბდება, თუმცა აქ ერთი განსხვავებაა. ამ პაციენტებს თანდაყოლილი აქვთ ეს ვენური მალფორმაცია და დროთა განმავლობაში ისინი უბრალოდ თავს იჩენენ. აი აქ გვერდიგვერდ შეგვიძლია შევადაროთ ნორმალური და აქეთ მალფორმაციის შედეგად გაგანიერებული ვენები. ეს არის ნორმალური ვენა, რომელსაც აქვს კუნთოვანი შრე თავის კედელში და სწორედ ეს კუნთოვანი შრე უზრუნველყოფს იმას, რომ წნევის და მოცულობის გაზრდის შემთხვევაშიც კი ვენის კედლის დეფორმირება არ მოხდეს და სისხლს სწორი მიმართულება მისცეს. გავსი რამ კი როგორც ხედავთ, მალფორმაციის დროს არ ყალიბდება, მსგავსი გაგანიერებული ვენების ჯგუფი უფრო და უფრო მეტ სისხლს იტევს და ისინი უფრო და უფრო განიერდებიან და იზრდებიან. ამ რეგიონში კი ისედაც დაბალი სიჩქარის დინების მქონე ვენური სისხლი უფრო და უფრო ნელდება, რაც ზრდის ვენური თრომბების წარმოქმნის რისკს. თუმცა უხშირესად ეს უფრო კოსმეტიკური პრობლემაა, ვიდრე ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარეობა.